აუცილებლად არ ჩაივლის არც ერთი ცოდვა ბავშვობა ისე რომ იმის გამო რაღაც სიმწარე არ გამოვიაროთ ამ წუთის სოფელში. არც ტყუილი, არც გადაბრალება, არც ვიღაცის დაცინვა სიტყვაზე. ტყვისი არ ჩაივლის. აი მაგალითად ერთი ასეთი შემთხვევა იყო რომ ერთ-ერთი სასულიერო პირის ოჯახი, აი მე ხო სასულიერო პირი ვარ, მეც ხო შვილები მყავს, რომელიღაც ოჯახში წავიდნენ სტუმრად. და ეს ბავშვები, გოგონები, ამ სასულიერო პირის გოგონები აივანზე არიან და იქ რაღაცა ერთმანეთში თამაშობენ და ამ დროს აივანთან ქვემოთ მივიდა ერთი მუნჯი ბავშვი, ვერ ლაპარაკობდა. აი ამ გოგონებმა აივანზე ვინც იყვნენ, დასცინეს იმ მუნჯ ბავშვს. და მოხდა ისე რომ ეს გოგონა დამუნჯდა, ამ სასულიერო პირის გოგონა დამუნჯდა. ხმას ვერ იღებდა, კარგა ხანი გავიდა, მოკლედ და ვერ იგებდნენ რაჭის. სადაღარ წაიყვანეს ექიმებთან და ექიმები ამბობენ, სამედიცინო კუთხით ყველაფერი სრულად ჯანმრთელად არის. წესით ეს არ უნდა იყოს დამუნჯებული, უნდა მეტყველებდეს, მაგრამ ვერ ამეტყველებს. მე ერთხელ სიზმარში ნახეს რომ რომელიღაცა ტაძარში წასულიყვნენ, მე ხა ეს დეტალები სამწუხაროდ არ მახსოვს, რომელიღაც ტაძარში წასულიყვნენ, მოელოცათ და იქ განიკურნებოდა. ოღონ უთხრეს რომ აი ეს ამის გამოა დამუნჯებული რომ სხვას დასცინა. გესმით? ანუ იმის გამო რომ სხვას დასცინა, ნახე რამდენი სიმწარე გამოიარა თვითონ ამანაც. გაიგო თურმე როგორია ესე იგი რომ სხვებს რო დასცინი ხარ შენ დამუნჯდი.